და როდესაც თქვათ იგივე ჩვენ ხედავდით რომ მოსახლეობას მუდმივად მოუწოდებენ ხომ აი ამ აქციების დროს რომ გამოდით ქუჩაში შემდეგ ნახეთ რომ პიროტექნიკის სროლა იყო თქვათ რუსთაველის გამზირზე იყო სამართალდამცველების მხრიდანაც რომ ეს განცხადება რომ თავი შეეკავებინათ არც ერთ ოპოზიციონერს არ გაუკეთებია თავის დროზე განცხადება რომ აი თავი შეიკავეთ ამის სროლაში და დააკავეს ეს ადამიანები ახლა ამბობენ რომ ესეთი პოლიტიკური პატიმრები არიან და იქ სამართალდარღვევა არ მომხდარა ხედავთ პოლიტიკური პარტიის ლიდერები ციხეში არიან იმის გამო რომ საგამოძიებო კომისიაში არ მივიდნენ საერთოდ ჯამში ეს რაღაცას რას ქმნის აი რას სურათს ქმნის როდესაც მე მგონი ისევ იგივეა რომ უნდათ ამ რადიკალურ ჯგუფებს თქვა რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა და ხელისუფლება მთელი თავისი ინსტიტუციებით არის არალეგიტიმური. ამიტომ ჩვენ თუ არ ვემორჩილებით პირიქით კაი ტიპები ვართ და არალეგიტიმური, მაგრამ არ არის ეს ზოგად ეროვნული ხმა, ასე ვიტყოდა ეს. მშვიდობიანი რევოლუცია კიდე ოქსიმორონი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასე ქვია მშვიდობიანი რევოლუცია. ეს არის ჟინ შარპის ეს შექმნილი ტერმინი, რომ არაძალადობრივი რევოლუცია და რაღაცა, მაგრამ ჟინ შარპის იდეა ზუსტად ეს არის რომ ის კი არა ეფექტურია უფრო ასეთი მეთოდები, თორე თუ უფრო ეფექტური იქნება ძალადობა შეიძლება გაუშვა შიგნით. უბრალოდ არაძალადობრივი ეფექტური არის ჯინ შარპის ამ მოდელის მიხედვით. აი კმარამ რაც აიღო და თუმცა როგორც ჩანს მარტო ეს არაძალადობრივი არ ამართლებს ხოლმე, მეტყვი სადაც საჭიროა ძალადობრივსაც გაუშვებენ და აი კიევის მეიდანი რო ავიღოთ მაგალითად, ხო კიევის მეიდანზე ეხლა აი ლატინინაც კი რომელიც ვერანაირად ვერ დასწამებ რომ ან რუსეთის აგენტი ან პუტინის ნარატორი ისიც კი ამბობს რომ იქ ვინც ფაქტურად იღებდა ამ შეერაღებულ მონაწილეობას ამ დემონსტრაციების დროს და განურჩევლად ის რომ და არა მარტო ბერკუტს რომ ხალხი დაეცოცხლოს ბერკუტისგან, არამედ ხალხს ისე განურჩევლად ის რომ და რომ შექმნილიყო ეს მსხვერპლი და ამის გამო ეს რევოლუციური მუხტი მსხვერპლის შედეგად ესენი მარჟინა სექტორიდანაც იყვნენ რომელიც რევოლუციონერები ზუსტად. ამიტომ ეს ძალიან სახიფათოები არ არის თავისუფალი არაძალადობრივი რევოლუცია და რაღაცა ეს არის საკმაოდ სახიფათო ნეობოლშევიკური მიდგომა.